Ქალბატონებო და ბატონებო, მოგესალმებით ჩვენ გადაცემის შემდეგი ეპიზოდიდან, სადაც ჩვენ განვიხილავთ ხოლმე სიახლეებს საქართველოდან და ტაილანდიდან. და დღეს გვახლავს სიახლე ტაილანდიდან. გამოიცნობდით. სამ სიახლეს გადავალ ძაღლებზე გეტყვით, ვისაც გაინტერესებთ და მადლობა რომ გაინტერესებთ. ორი არის ძალიან ჯანმრთელი, აქტიური, ერთი სუსტია, არ არის აქტიური, ჭამაც არ უყვარს. მაგრამ როდესაც არ ჭრის მოფერება და კარგად მოქცევა, მაშინ ჭრის ძალადობა. ასე რომ ძალით ვაჭმევ და იმედია ძალით გადავარჩენ, რადგან ძალადობა ყოველთვის პასუხია. მოდი სანამ ამაზე გადავალთ, ჯერ ერთ მოკლე სიახლეს გაგაცნობთ, რაც შემხვდა დღეს დილით. სომხეთში დაკავებული ოლიგარქის გაგიგ წარუკიანის სახლიდან ერევნის ზოოპარკში გადაყვანილი ლომი მოკვდა. მოკლედ სომხეთში დააკავეს ერთ-ერთი მილიარდერი, რომელსაც სახლში ჰქონდა, არ ვიცი, ზოოპარკი თუ რაც ჰქონდა, მოკლედ ყავდა გარეული ცხოველები, მათ შორის ლომებიც. მოკლედ ეს ადამიანი დააკავეს და ხო შევიდნენ მასთან სახლში და აღმოაჩინეს ეს ლომები და ლომებო, თქვენ აღარ მოგიწევთ ამ ადამიანის მონობაში ცხოვრება. რადგან ცხოვრება საერთოდ აღარ მოგიწევთ, ჩვენ დაგხოცავთ. რა უქნეს ტიპებმა ლომს? დააძინეს და ვეღარ გაიღვიძა ლომმა, იმდენი წამალი გაუკეთეს. უფროსო, რომ მითხარი ის ლომი დააძინეო, დავაძინე. ყოჩა, წადი ახლა გადაიყვანე ზოოპარკში და იქ გაიღვიძოს. რა ქნას? სამუდამოდ დავაძინე, უფროსო. უფროსო, დავაძინე ეს ლომი. კარგი, წაიყვანე ახლა ზოოპარკში. ზოოპარკში დავმარხოთ? ხო? საწყალი ლომი, კაცი უბლიდა, რამდენი წელი ზრდიდა, არავინ ხო არ იცის. სუქანი ლომია, ჯანმრთელად გამოიყურება. მივიდნენ და მოკლეს. უფროსო. ეს ლომიც კორუფციაში იყო გარეული თუ რას ერჩოდნენ. კარგი, გადავიდეთ შემდეგ და მთავარ სიახლეზე. დაიღუპა ერთ-ერთი ახალგაზრდა ბიჭი, ფიტნეს ინფლუენსერი, ფიტნეს მოდელი, ბლოგერი, როგორც გნებავთ ისე დაარქვით. ადამიანი 12 წელი დაკავებული იყო ამ საქმით, რომ ინტერნეტში ვარჯიშობდა. მოკლედ რომ აღვწეროთ, რას აკეთებდა. მან დაიწყო YouTube-ზე ვიდეოების ატვირთვა იმ პერიოდში, როდესაც ყველა ქართველს გვეგონა, რომ კაცი თუ ვიდეოებს იღებ და პედერასტი იყო. კონორმა დაიწყო პრენკების გადაღება მაშინ, სანამ ჰანგრიმენები 30 წლისები იქნებოდნენ. რადგან ეხა 60-ისები არიან, მე მგონია. პრენკები. ჰანგრიმენებს რატომ მოხვდათ ეს ბრმად გასროლილი ტყვია, არ ვიცი, მაგრამ უბრალოდ 40 წლის კაცები რომ ფრენკაობენ. დასხდებიან მაგიდას. ახალი ვიდეო გვაქვს მოსაფიქრებელი. ფრენკები. საყო რა ვქნათ. ხალხს ბანანში ჩაუდათ საზამთრო და რო გახსნიან საზამთრო დახვდა. გენიოსი ხარ გუგა. ჩემ. მოკლედ ეს ბიჭი გახლდათ ჩვეულებრივი ბიჭი თავიდან. იღებდა ესეთ ფოტოებს, სიმპათიური ბიჭი იყო, მოსწონდა გოგოები, გოგოების თავის მოსაწონებლად იღებდა რა თქმა უნდა ესეთ ფოტოებს, მერე ფრენკებსაც იღებდა გოგოებთან, სადაც მაგალითად მაიკას შემთხვევით შემოახევს ვიღაც და ეს აჩვენებს, ნახე, რამდენი პრესი მაქვს, თუ რავი, როგორც ითქმის. ხო და შემდეგ კონორმა უყურა ალბათ ჯო როგანის პოდკასტს, რადგან მეც ხო ეხლა ჩვეულებრივი ადამიანი ვარ და მეც დამაინტერესა, იმიტომ რომ ჯო როგანის პოდკასტებს რო უყურებდი ხოლმე, ძალიან ხშირად ახსენებდა ამ წამალს, ან DMT, ან ayahuasca, შეიძლება გაგონილი გაქვთ. ხო და ახსენებდა ამ წამალს, რომელსაც რო დალევან, რა ვიცი, ზოგი აწევინებს, ზოგი ასმევს ადამიანებს და შემდეგ გეხსნება გონება, უცხო პლანეტელებს ესაუბრები და ისინი ცხოვრებას გილაგებენ და ხვდები რა არის ცხოვრებაში ჭეშმარიტება. მაგრამ შემდეგ ფიქრდები ერთი 30 წამის მანძილზე და
ხვდები რომ თვითონ ის ეგრეთ წოდებული შამანები, რომლებიც გასმევენ ამ წამალს და გვპირდებიან რომ შენ ცხოვრებას დაალაგებ, იღებენ ამ ერთ პროცედურაში რაღაც $300 და $400 და თუ ისეთი წამალი აქვთ, რომელიც ცხოვრების ჭეშმარიტებას გაჩვენებს, აბსოლუტურად ყველაფერი მოაქვს შენთვის ცხოვრებაში, $300 რატო ყიდიან და თვითონ რატომ არ იყენებენ და თვითონ რატომ არიან იმდანად გაჭირვებულები, რომ $300 უწევთ ამ სიცოცხლის ელექსირის გაყიდვა. იგივეა ვიღაცამ გითხრას, რომ მე ფულის საბეჭდი მანქანა მაქვს, შეგიძლია იმდენი ფული დაბეჭდო, რამდენიც მოგესურვება. $100 მოგყიდი ძმაო. მომე $100 და იქით მიდევს, იქით გარაჟების უკან მიდევს. მომე $100 და მიდი შენ წადი მარტო. მე ვერ წამოვალ, თორე მე რო შევხედო მაგ მანქანას ფუჭდება მე. მიდი შენ წადი იქით. მომე $100 აქ. ხო და მოკლედ ჩვეულებრივი ესეთი ბიჭი იყო, ჩვეულებრივი არა რა თქმა უნდა, კაცო, ეხლა ძალიან მაგარი ბიჭი იყო, ესეთ ტანზე რო დადგე, უდიდესი დისციპლინა და რამე გჭირდება, რა თქმა უნდა, მაგრამ ხასიათით ვიძახი რა, ჩვეულებრივი ბიჭი იყო, რომ გოგოები მოსწონდა, გოგოებს აწონებდა თავს, ავიზი მანქანები მოსწონდა, საჭმლის ფოტოებს დებდა რაღაცებს, ჩვეულებრივი ახალგაზრდა ბიჭი რა, ამ პერიოდში რა ფოტოებსაც ეხა ხედავთ, არის რაღაც 22-23 წლის. და შემდეგ მოხდა მის ცხოვრებაში გარდატეხა, როდესაც წავიდა პერუში და მიიღო ეს ნარკოტიკი, ეს აიაუასკა და აი თქვენით შეატყობთ ფოტოებიდანვე შეატყობთ რა დროს მიიღო. ამ ვიდეოშიც გახლავთ გოგოები, მაგრამ მე მინდა შევხედოთ უკანა ფონს. ადამიანი დაფიქრდა, რომ აი რა მჭირდება სახლშიო, ეს ათვალიერებდა სახლს, რომ აი რაღაცა მაკლია სახლში, რაღაცა მაკლია და რა მაკლიაო და პლაკატიო, რომელზეც ხატია ფერადი პირამიდა და ზემოდან ვარდისფერი ტორნადო დასტრიალებს ამ პირამიდას. და ამაზე იფიქრა, რომ კიო, კარგი იდეაო, მოდიო ამ პლაკატს ვიყიდიო და გავაკრავო. აი მაგაზე ხო უკვე უნდა მიხვდნენ ნათესავები, რომ შველა ჭირდება ამ ადამიანს და ეს DMT და გოგოები და მანქანები კი არა, მონასტერი ჭირდება კაცს. მონასტერში უნდა გაუშვა ყველა, ვინც იფიქრებს, ზრდასრული კაცი, ვინც იფიქრებს, რომ მე ამ კედელზეო გავაკრავ რაღაც ფერად პირამიდას, რომელსაც ვარდისფერი ტორნადო დასტრიალებსო. წახვალთ მონასტერში, იცხოვრებთ 5 წელი იქ და მერე შეგეძლებათ გაწევრიანდეთ ისევ საზოგადოებაში. მოკლედ, ვერავინ შეამჩნია ასევე პრობლემები ამ ვიდეოებშიც, აი მაგალითად არ ვიცი გაჩვენებთ. ეხლა შეიძლება იფიქროთ ახალგაზრდა ბავშვებმა, რომ ძალიან მაგარია ძმაო, ნახე ორი გოგო და ესე მიხუტებულები დგან, ბიჭო, ორივესთან. შეიძლება იფიქროთ ახალგაზრდა ბიჭებმა, მაგრამ ცოტა ზრდასრული ადამიანები მიუხვდებით, რომ გოგოები, რომლებიც აი ესეთ თემებში არიან ჩართულები, რომ ტანტრა, მანტრა, რაღაცა 314 ჰერციანი მუსიკები, შამანები, რაღაცები არ არის ჯანმრთელი ადამიანი და როდესაც გოგო გესაუბრება, რომ შენ იცი, მე ინდოეთში ვიყავი და მე 600 ტანტრა თუ მანტრა ზეპირად ვიცი. გონებაში თუ შენ წარმოგექმნება რამე სხვა წინადადება გარდა ერთის, რომელიც წინადადებაც არის, რომ რა ტვინს ტყავ. აი, გოგო თუ გესაუბრება რაღაც იმებზე, ტანტრებზე და შივაზე და ბუდაზე და ასე შემდეგ, ერთადერთი წინადადება უნდა წარმოგექმნას გონებაში კაცს, რომ ტვინ მოწონი რა. ამის გარდა თუ წარმოგექმნება სხვა რამე, მაგალითად რომ, როგორი საინტერესოა, ნეტავ გააგრძელოს მან მოყოლა ამ თემების. რა საინტერესოა, სახლში რომ მივალ, აუცილებლად მოვძებნი და შევიცნობ ამ კულტურას. მაშინ მონასტერში 10 წლით. რადგან არ ხარ შენ ხალხში გამოსაშვები. ერთხელ შევხვდი ესეთ გოგოს სხვათა შორის, რომელიც ვიზუალურად არაჩვეულებრივი გოგო იყო, თან რა ვიცი, ჭკვიანი, მხიარული, ძალიან საყვარელი და გავისეირნეთ სადღაც პარკში რა და ამებზე ბაზრობს, მე ინდოეთში ვიყავი, გონებაში რა თქმა უნდა მაქვს, როგორც წეგან აგიხსენით, ნორმალური კაცებით, მე ტვინს რა. ხო და მეთქი მაინც კაი არა უშავს ხა. თავისი ინტერესები აქვს რა და მე ვიძახებ ტაქსის რა, ვუძახებ ტაქსის, რომ გაუშვა სახლში და
პარკიდან ხო გავდივართ, ამ ტაქსი მოსული ვარო რა და პარკიდან გავდივართ, ტაქსის მანქანას უპოულობ და მძღოლი არზის შიგნით. ნუ პირველი ფიქრი ის მაქვს, რომ ალბათ რაღაც ტუალეტში მოუნდა სასწრაფოდ და სადმე გადაირბინა რა და ამ დროს ის ლოდინის რეჟიმი უკვე ჩართული, ანუ ფული მეწერება. და ვიცდით, აი, ერთი სრული 2-3 წუთი რა, 2-3 წუთი ესე ბევრად არ ჟღერს, მაგრამ პროსტო რომ დგახარ და ტაქსი წინ გიდგას და მძღოლი არზის, ძალიან ბევრია რა, 3 წუთი ხო და ნუ 1-3 წუთი ველოდე და მეთქე ამის დედას თქო რა და გავაუქვე მოკლედ რა და ანუ გაღიზიანება გამოთქვი და შევიგინე რა და მიშა, რამდენი დაგეწერა ეხლა ფული? მეთქე რავი, არაფერი რაღაცა 2 ლარი რა და 2 ლარი გიღირს ნერვების მოშლად, ამას მეუბნება. და აი მაგ წამს მივხვდი რომ მეთქი აღარასდროს შევხვდებით ერთმანეთს. დედას ვფიცავარ თუ შევხვდროდით კიდე ერთმანეთს. აი მაგ საუბარმა და მაგ წინადადებამ მიმახვედრა რომ არ გამოვა არაფერი, იმიტომ რომ ეს არის ჩვეულებრივი ადამიანობა. იქ 2 ლარზე კი არ იყო, 40 თეთრზეც შემიძლია აი მაგი დაავაყირავო თუ მიზეზი არსებობს. 70 თეთრზე თელ ოთახს დავლეწავ. და აქ ფულზე არ არის, ანუ რეაქციაზეა. და როდესაც ეგეთი რეაქცია გაქვს ადამიანს, რაღაც უსამართლობაზე რომ არ ბრაზდები, ვიღაცა რომ ცუდად გექცევა რომ არ ბრაზდები და იმაზე ფიქრობ რომ მე მიღირს ახლა ამაზე გაბრაზება. არა, ეს არ უნდა მოდიოდეს შენ გონებაში. შენ გონებაში უნდა მოდიოდეს ბრაზი, რომ როგორ მეკცევიან ესე. და უნდა ბრაზდებოდა, ეს არის ცხოვრება. ესეთება დავიბადეთ, ხო და საიდან საწავედი, მოკლედ დაიწყო ესეთი ვიდეოების დადება. შემდეგ გააგრძელა ამ ნარკოტიკის უფრო მეტი და მეტი დოზის მიღება, რაც ნუ ჩვეულებრივი ამბავია, რომ ყველაფერს ყოველთვის უმატებ და უმატებ, რადგან აღარ გაკმაყოფილებს ის მცირე დოზა. შემდეგ ადამიანი იწყებს უკვე ძალიან უცნაური რაღაცების კეთებას. აი მაგალითად ამ ფოტოს გაჩვენებთ. ეხლა თუ ვინმე მიფიქრეთ, რომ აუ რანაშაო, გილოცავთ, პედერასტები ხართ, რადგან კაცია. მიშა, კი, მარცხენა კაცია და მარჯვენაც კაცია. არა, შუაც კაცია, მეგობრებო. ნიკა კაცია. ხო და დაიწყო OnlyFans-ის კეთება ტრანსებთან და ასე შემდეგ. მაგრამ ნუ ეხლა ტაილანდში საცხოვრებლად რო გადადიხარ, ეგ მე მგონი ნორმაა, იმიტომ რომ ტაილანდში როგორც კი ჩახვალ, დროისათვლა იწყება ჯერ შენი თვითმკვლელობის და მანამდე ტრანსებთან ურთიერთობის, იმიტომ რომ ტაილანდში მაქსიმუმ უნდა ჩახვიდე რა 3 დღით, რომ ის ჭამო ხოჭოები კონდეს ესეთი რეაქცია, რომ ხოჭოს ჭამ და всё. იცინო? აი მე ხოჭოები და წამოხვიდე. მაგრამ ტაილანდში თუ ჩადიხარ და ფიქრობ რომ აქ დავრჩები და მოკვდები 3 წელში. ხო და 2 დღის წინ მოკლედ ვიცი რომ შეიძლება ცოტა არეულად მოგიყევით ან დაგაბნიეთ, მაგრამ 2 დღის წინ მისმა მეზობლებმა დაურეკეს პოლიციას, რომ ძალიან უცნაურად იქცევაო და ნუ მოკლედ არ არისო სრულ ჭკუაზეო და გთხოვთ მოდითო მიხედეთო რა უშველეთო და პოლიცია რომ მოვიდა ადამიანს თავისი სახლის წინ ქონდა რაღაც ტბა და ამ ტბაში შევიდა და დაიხრჩო. ნუ არავინც ხა თავი მოიკლა თუ შეიძლება გაცურა და უბრალოდ რაღაც კუნთები დაეჭიმა და მოკვდა, მაგრამ ფაქტი ეგაა, რომ ადამიანი აღარ არის ცოცხალი. როდესაც შევიდნენ მის სახლში, აღმოაჩინეს აი ესეთი მდგომარეობა, ანუ კედლებზე ხატავდა ხელებით, საღებავებით. აი ესეთ მდგომარეობაში ქონდა მაგალითად, ნუ რა ვიცი, დივანი, სამზარეულო, ყველა კედელი მოხატული. აი აქ შემხვდა ერთი მნიშვნელოვანი დეტალი. ადამიანი სვამდა Coca-Cola Zero-ს. და აქ გამართლდა ჩემი ფიქრები, რომ ადამიანებს, რომლებსაც უყვართ Coca-Cola Zero, ნამდვილად არ აქვთ გონებაში ყველაფერი მწყობრში, რადგან ყველანაირი Coca-Cola გკლავთ, მეგობრებო. არც ერთი არ არის აი ჯანმრთელობის გამაჯანსაღებელი და თუ კვდები, გემრიელად მაინც ხო უნდა მოკვდე, არა? და ადამიანები სვამენ, რომ ძალიან მიყვარს Coca-Cola Zero. სულაც არის გრძნობა გუდრონის გემო. დალია Coca-Cola Zero. მოკვდი იგივენაირად როგორც Coca-Cola კლასიკით, უბრალოდ გუდრონის გემოთი პირში. ადამიანებმა უნდა ვისწავლოთ, რომ
ადამიანებმა უნდა ვისწავლოთ კლასიკური კოკაკოლის სიკვდილი. ეს მიუღებელია, რომ შენ მოკვდე და ვიღაცამ გიპოვოს კოკაკოლა ზეროს როგორც ვამდი. კაცურად დაიბადე, კაცურად იცხოვრე და კაცურად უნდა წახვიდე. კოკაკოლა ზეროთი არავინ უნდა დაგინახოს. უნდა შეეგუო, რომ გასუქებს კოკაკოლა ჩვეულებრივი კლასიკური, მაგრამ კაცი ხარ. რო შემოგხედავ ქუჩაში ხელს ჩამოგართმევ, რომ აი წესიერ კოკაკოლას სვამ და ამით იკვდები და არა პედერასტული ზეროთი. მოკლედ. სულ ეს იყო მეგობრებო სიახლეები, ასე რომ არ დაუჯეროთ შამანებს, რომლებიც გეუბნებიან, რომ აი $300 მომეცი, ეს ნარკოტიკი მიიღე და ცხოვრება გაგიუმჯობესდება. არ გაგიუმჯობესდებათ. მექსიკაში შამანები და ისინი აცტეკები ბავშვებს თავს აჭრიდნენ და იმიდან, რა ქვია, პირამიდებიდან აგორებდნენ. და ეგონათ, რომ თუ 15 ბავშვს თავს მოაჭრდნენ და 15 თავს დააგორებდნენ პირამიდიდან, კარგი წვიმა მოვიდოდა და კარგი ხორბლის მოსავალი ექნებოდათ. და თქვენ მიდიხართ მაგ ადამიანებთან და ეუბნებით, რომ ცხოვრებას მართლა გამომისწორებ და ისინიც გეუბნებიან, კი, sí, señor, sí, oh, yes. Claro que sí, oh, yes. თავებს აგორავებდნენ, რომ ღმერთო, კარგი ხორბალი მომეციო. აი მე. გამოიწერეთ არხი.